მოგესალმებით მეგობრებო. კარგად დააკვირდით და თუ გამოიცნობთ რა არის ეს. ეს არის თათარა ნიგვზით. მე მას კოკროჭინები დავარქვი. თათარის და ჩურჩხელის მოყვარულებს ძალიან მოეწონებათ ეს ვერსია. 1 ლიტრა ბადაგზე დამჭირდა 250 გრამი ფქვილი. კარგად გავხსენი. გადავწურე საწურზე. და დავდგი დაბალ გაზზე. ურიე შეუჩერებლად. ადუღებისას გაიკეთებს პატარ-პატარა ხორკლებს, მაგრამ არ შეგეშინდეთ. გააგრძელეთ მორევა და კარგად ამოზელვა. გამოვა აი ასეთი საბოლოო ჯამში, ოღონდ შუშეთ ადუღებიდან დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში, სანამ სიპრიალე არ გამოჩნდება. კულინარიულ პარკს მოვაჭერი თავი, ჩავდე ჭიქაში, გადავიტანე ცხელ-ცხელი თათარა. ლანგარზე დავსვი პატარა ზომის ეგრეთ წოდებული კოკროჭინები. იმხელა რომ ერთ ლუკმად საკმარისი იყოს. აი ესეთი ლამაზია. სანამ ცხელია, ზემოდან დაადეთ მთლიანი ლებნები, კარგად დააჭირეთ რომ დაეწებოს. ასეთი ლამაზი გამოდის. დატოვეთ ეს რამდენიმე დღე. შეიძლება მეორე დღესაც მიირთვოთ, ვისაც ნედლი თათარა გიყვართ, მაგრამ მე მიყვარს როგორც ჩურჩხელა, გამომშრალი. ზემოდან რომ გამოშრება ამოაბრუნეთ, რომ მეორე მხრიდანაც გამოშრეს და გამოშრობის შემდეგ ჩაყარეთ თასში და მიირთვით გემრიელად. მე მგონი საინტერესოა და აუცილებლად მომზადეთ.